მშვიდობის მივესალმებით თელ საქართველოს და ძიმას. საათს ვერ ხედავ. ხო და რატო ვერ ხედავ? იქეთ არის და მეზარი გახედავ. გაიხედა მშვიდობისა მე ჩემი ტექსტი მაქვს და შენი დრო უნდა გამოაცხადო. ნუ კაი ჰა 11 20 55. კაი ჰა. რეკორდი მოიხსნა. გაშიშებული მაქვს. კაი მოვიყევი ახლა. მოგესალმებით ყველას. კარგ დღეს გისურვებთ, დავით. მეც კარგ დღეს უსურვებ, თუმცა გუშინაც კარგი საღამო იყო, რაგბიზე მინდა მელაპარაკო. ო, კაი ისეთ თამაში იყო. სუხე. დღეს ერთი წვევარაზე რომ გუსურვები ვერ მომყავს რაგბიზე, იმიტომ რომ იქ არიან ხო, იქ მეორე თამაში თუ აქვს და აი ისეთ იცი როგორი კაი თამაში იყო, აი კაი სანახაობა იყო რა და თან რასთავარია 13 ქულით მოვიგეთ და თავისი პლუს მინუსებით რაღაცებით კაი გუნდი ყავს მოკლედ რა აი ჯიგრულად თამაშობენ და ანუ გუშინ სტრესის გარეშე დიდი სიამოვნებით დასრულდა თამაში. ხო სტრესის გარეშე ხა ბოლომდე დაძაბული იყო ბოლოში გადაწყდა მაგრამ ახლა ამ ხელა ქვეყნის ნაკრებს რო უგებ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს რაგბში ჯერ თავისთავად თემა არის თან რეიტინგებს ჩვენთან ახლოს არიან და მნიშვნელოვანი ხო ნუ ჩვენ გვინდა რომ 1000-ზე შევიდე და მერე კიდე იაპონიასთან გვაქვს სულ ბოლოს ძალიან მაგარი 22-ში უკვე თბილისში, იმიტომ რომ იაპონია ჩვენს მერი არის ამ ცხილში და იაპონიას მაგარი გუნდი ხავს. და კანადა გვაქვს კიდე რა, ასე რომ კანადა როგორ არის რეიტინგით? კანადაც იქ ყველა იქვე ტრიალები რა. კაი ტესტებია და ეს ნოემბრის თვე თანამდებები გადასარევია, სხვა შორის უფრო მეტ ხალხს ვედოდი ბათუმში, მაგრამ მაინც მივიდა ხალხი და კაი ჟრიამული იყო და ამბავი იყო და გადასარევი იყო ყველაფერი. ჩვენმა რეპორტაჟმაც გადასარევად ჩაიარა კომენტატორებს მინდა მადლობა უთხრა ძალიან კაი ბიჭები არიან და ჩვენი ოპერატორი ბიჭებიც კი გააქანეს გუშინ ბათუმში და სხვა შემადგენლობით გადიოდით ეთერში. უყურე შენ თამაშს ის დრონის კადრი რა არის ბათუმის სტადიონის გზემოდან ძალიან მაგარი ჩვენებაც კაი იყო ყველაფერი კაი იყო. კაი მოკლედ ეს თემაა შემოვიდეთ და დავამთავრე ნახოთ. კაი და ახლა სხვა ტესტების დრო ახლა მოდი მე და შენ ჩავაბაროთ ტესტები მაყურებელია ჩვენი გამომცდელი უკვე იჩქარება. ნანუკა არის ესე იგი ჩვენი გამომცდელი მაგრამ პირველ რიგში ნანუკას დედას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმიტომ რომ ეს რა გამხელილი ამბავია როგორც აღმოჩნდა ეს ტესტები რომლიცაც ჩვენი ნანუკა გროს გავს ყოველ კვირას მე და ძიმას არც მეტი და არც ნაკლები მისი არჩეულებრივი დედა ამზადებს სხვათა შორის ამბობს რომ ისა მე შენს ადგილას გავართულებდი ჩვენ ხო რაღაცნაირად ეს იმიტომ რომ მოუმატებ ჩვენ თქვენი პოტენციალი ყველაზე მაგრამ სიამოვნებს აი რასაც მინდა იმას ვიტყვი იცი რა გუდული რო არ ხარ არაფერს არ მინდა ხა ეს თავმდაბლობა იმიტომ რომ რაღაცა მოწოდების სიმაღლეზე ხარ ამ ბოლო დროს გიწყებ ჩვენი ბიჭებიც მზად არიან მაყურებელი მზად არის გაწმებული თავის საქმე აქვს ამას დააკნიეს თავი აბა წავიდა მეგობრებო ოთახში იყო 2 კურდღელი 5 ლეკვი 2 კატა და 5 კნუტი აუ ეხლა ფურცელი მინდა რა მერე შემოვიდა პატრონი ძაღლით რამდენი ფეხია ოთახში ძაღლით ანუ სულ იყო 5 5 2 2 ანუ 4 და 10 ეს არის 14 14 4 ფეხი აქვს და 4-ზე რო გავამრავლოთ გამოდის 56 შემოვიდა კიდე 2 კიდე 2 ფეხი არის 2 50 რატოა 2 ხოჭა იმიტომ რომ ძიმე თათები აქვს და კაც ადამიანს ფეხები აქვს მე ჩემ კატას ხელები აქვს თქო ასე ვამბობ ვაი მე ხა შენ კატა შეიძლება ისა პორშეს აყავს მაგრამ ეგ არაფერს ანიშნავს და მე გამოვიდა 56 58 და 62 ფეხი გამოვიდა უნდა მიმეშო ერთ საგამდე ავიდოდა მიდიოდა მე იქ რაღაცა საიდუმლო საკრალო მათემატიკაში წამში 62 ხოჭა უძლიერესი ხარ მაგრამ 2 ფეხი იყო და გაიმარჯვა ჩემმა დიმა დახურულ კარს მიღმა დგას სანათი ტორშერი დახურულ კარს მიღმა რომლის ანთება შესაძლებელია გარეთ დამონტაჟებული ჩამრთველით მაგრამ იქ დამონტაჟებულია 3 ერთნაირი ჩამრთველი რომლისგანაც მხოლოდ ერთი მუშაობს ერთი ჩამრთველი მუშაობს ესე იგი ჩემო მეგობრებო გარეთ რო გახვალთ ნატურის ასანთებად მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთხელ გაქვთ ოთახში შემოხედვის უფლება ერთადერთხელ შემოიხედავთ ოთახში და ამ ერთხელ შემოხედვით უნდა გამოიცნოთ როგორ უნდა აანთოთ და რომელი არის ის ასანთები რომელიც არის მიღმა ნატურის ანუ ერთიც და მაქვს სულ ანუ ერთხელ შემიძლია ცადო და მერე შეიხედო რამდენჯერაც გინდა მაგრამ ერთხელ შეიხედო კაი მაქვს პასუხი მოდი სამივეს ერთად მივაჭერ და ყველა შემთხვევაში აინტერესებს. ვერ სხვაგან აინთება. არ აინთება. ანუ ამით როგორ გამოიცნობ რომელი ანთებს? შეკითხვა არის რომ რომელი ანთებს? რომელი ანთებს? და თუ სამივეს აწევ როგორ გამოიცნობ რომელი ანთებს?
მე მეგონა უბრალოდ უნდა ანთო. არა, ჩემო, არ უსმე, ჩქარი ხარ, ნახე ნანა ბოლომდე არა, ეხლა ზართული ეგა, ეხლა ინტუიციას ჩავთავ, მაგრამ რანაირად უნდა ინტუიცია არ არის, ახლა უკვე ჩვენი ლოგიკური უნარები გვჭირდება. არა, იცი რა, ანუ დახურულ კარს. შენ ეს ხაზარაძე. ნახე? რაო? დახურულ კარს მიღმა? დახურულ კარს მიღმა არის ეს ასანთები. ვიცი. 3 ასანთებია. ნუ 20 წევრი და ჯერ 2 წევ მე შევიხედა და ამორიდან ზუსტად მეწოდინება არის თუ არა რომელიმე თუ აქედან არის ერთ შემოწევ და მიხვდები თუ ამორიდან არ არის რჩება მესამე რას მიხვდები გააღებ 2 აწე გააღე და ანთია მერე და მერე არა ეგრე არ არის ეხლა რომელიღაცა არის ამორიდან ვერ მიხვდი მერე შემდეგი ამორიდან რომელია როგორ მიხვდი არა ვერ მიხვდები მაგას აი მორიდა ერთი ბართაიას პასუხი აქვს და შეიძლება გადაირიოს მაგრამ რა ვქნა ბართაია მიკარნახა უკვე ის რაც ახლა ვერ ჩავთე კარგად რა ერთხელ დაყარეთ ფარხმალი გითხრათ არა ეგრე არ არის ი ვიცი 3 ასანთებია ჩუმად ორი ფიქრო არ შეიძლება ჩუმად არა მე ბევრად უფრო მეცნიერება არა მე მიშლი ხელს ნუ ეხლა ტექსტი რომ აქვს ხოლმე სათქმელი ეთერში და რო ლაპარაკობ კაია ხოლმე და სულ გეხვეწები ძიმა გაჩერდი კონცენტრაცია მჭირდება და მორიელი ხარ რო წამოაძახე ამდენი ხნის მერე თუ რა სულ წამოაძახებ ვინც არ უნდა მოყევით ეხლა მიყევით ლოგიკას ან 3 ჩამთველი აქვს ერთხელ შემოიხედავ ერთხელ შეხედვის საშუალება მაქვს ხო არ შევიხედავ საერთოდ წავალ რა მაგის დედაც ვატირენა გინდა იყოს სანთებული გინ არა ზაზნელია მაგრამ საერთოდ არ შე გიორგიც არ არის პირველი შემთხვევაა რომ არ ვიცი ისე მაინტერესებს არ შევიხედავ საერთოდ არ გაინტერესებს აინთო თუ არა შუქი ხო იყოს ეხა რას დაწავს ეხა ჩამქრალია და უნაოვანთო კი იყოს სიგნალეში ნუ რა პრობლემა მოკლედ მარცხენა არის რა სუბოლო არა პირველი რატო იქნება პირველი ნუ ეგ მარტივია ხა იმ ოთახის რო შედიხარ მარტივი უნდა იყოს ესე იგი პასუხი რა არის მეგობრებო ეხა რაღაცა ისეთ სიტყვის ბალიში წამოვა პირველი ასანთებით აანთებ პირველ ასანთებს ანუ დააჭერ ხელს და ცოტა ხანი დადგები 1-5 წუთი დაელოდები ჩააქრობ ამას ანთებ მეორე იქნება ცხელი შეაღებ რო გაცხელდება თუ რა ხო დაუშვათ ანთებ რო არის ცხელი დიდი მადლობა ერთ პატარა პასუხი შეიძლება და მე ვეკრები ჭახთან მისვლის უფლება რო გვაქვს ეგ არ გითქვა შენ ნამდვილად არ უთქვამს და ჭახთან მისვლის უფლება თუ გაქვს ასე ხელის მოკიდების უფლება თუ გითხარი რაღაცა არის ე ბიჭო ხა ამ ნატურას როგორ უნდა მოკიდო ხელი აიხედე რა ტორშერით დავიწყე და არ მინდა ყველაფერი გათვლილი მაქვს თქვენთვის ტორშერი დაბალია დედა დარეკე და უთხარი ამ სიგნალს ხოხები მაქვს ეგ არის უკვე ეგ არ არის ეს ძირფასები ხარ გენაცვალე და ისა გაქვთ მას რამდენი თმე რა ვარცო ყველაფერი გავაკეთე ძირფასები ხარ და მაღალი ტორშერები გაქვთ აი მოვიგეთ დავაგეთ ნიცია ფრე წადი მიდი მოდი კარგი რომელი დავიწყო ეხლა რა რომელი რომ მათე რამე ადვილი თქვი რა ეხლა ნე თავი გამისკდა რა ვინ ლაპარაკობს ყველა ენაზე პოლიგლოტი ყველა ენაზე რატო ლაპარაკობს პოლიგლოტ ლაპარაკობს ყველა ენაზე ვილაპარაკო 3-ზე 4-ზე 5-ზე ყველა ენაზე კომპიუტერი რა ის არა ხელოვნური ინტელექტი რა ქვია ტრანსლეიტი რო არის რა ნუ აუდიტგანმე ვინ ლაპარაკობს მაშინ ყველა ენაზე ღმერთი რა ის ღმერთი რამდენი ლაპარაკობს ყველა თავის ენაზე მიმართავს და რო კითხო ყველა ეს შენი წარმოდგენა არის მაგრამ აბა ახლა ღმერთზე რამე ისეთი კონკრეტული გაქვს არა ბუნებრივად შეიძლება დაუკავშირდე ღმერთს და ენას პულტი ლაპარაკობს ტელევიზორი ლაპარაკობს ყველა ენაზე შეიძლება არ მაქვს გერმანული არხი აპრიორი ყველა ენაზე ლაპარაკობს ტელევიზორი არ ლაპარაკობს რადიო მაშინ რადიო ეკო ხოჩა დიმა მივიდა საძახები მას ამოგდახ მაშინ ქვევრით შეგვეძლო გვეთქვა ნუ ექვევრი მე რა ქვევაში დაასწრებელია თქვა ეხლა რა დღეს ძალიან ცუდი ამოცანებით არის მოსული მძიმეთი ნედლი არიჭმევა ნედლი არიჭმევა მოხარშავდა მე გადასაგდებია რა არის რაიო მოხარშავდა გადასაგდებია ანუ უნდა ნედლი არიჭმევა მოხარშავდა გადასაგდებია უნდა შეწვა ესე იგი კი უნდა შეწვა ანუ ხარშავ ესე იგი ტრანზაქცია არის რომ ხარშავ ამ რაღაცას და წვენი გამოდის ხარში გეტები ფუჭდება მოხარშვისას კარგია ყოჭა მოხარშვისას კარგავს თავის ანგებო ეგეთი რა ბევრია მესამე ამოცანის დროს მე აბა რომელია კიდე არ ვიცი ეხა რაც გინდა აბა აზერა მოიცა ესე იგი ლოგიკურა შეჯელობის უნარი გაქვს დღეს დაკარგული ვაიმე ადამიანი რაღაცელობის უნარი აქვს დაკარგული გითხარი ორივე გამოიცანი მაგრამ ნედლი არიჭმევა მოხარშული უნდა გადაასწრო შეიძლება იყოს მაგრამ იხარშება საზამთროს რატო ხარშა ქათამი მაგალითად უმი რა ვიცი ნედლი არიჭმევა და არო მოხარშავ იჭმევა არა
ძვალი? ძვალს რატო ვალი, ნედლილსაც ჭამს დაუშვათ. ძაღლი და როხარშა ჭამს და ჭამს. მე ახლოს ახართ, ახლოსაბა. გიორგი დღეს აღარ ისაუბროს. გიორგი ჩვენი პროდიუსერია, რომელიც ძალიან აქტიურია ყურში. და ჩვენ დღეს არ ვიმეორებთ პროდიუსერიაც იყო კვერცხი და არ შევიმჩნიეთ. მოიცამ. ამა? ნედლი არ იჭმევა, მოხარშავდა გადააყო. ახლოს სასტამლო იყო. ნედლი არ იჭმევა. რაოდიმ რა თქვი? მე? ხო. როგორი რო იყოსო? რა პირამიდკია დო. ძვალთან ახლოს ვარ და რა ვიცი მეთქი რა როგორი ძვალთან ახლოს ვარ და რა ვიცი. ხორცი ნედლი არ იჭმევა, მაგრამ რომ მოხარშავ ის იჭმევა. ყველაფერი რასაც ხარშავს. ეს მაგრაფი ეს დაიმახსოვრეთ. ძენი ნანა კოელიო. არა მართლა. ნანა კოელიო. იფიქრე ხო? აბა ესეთი მდუმარე ფიქრი არ მინდა. მე ჩემო მეგობრებო. ახლა თან კლოუნი ვიყო. ნედლი მოგაკ. მომისმინე ნედლი მოგაკ. ეს იგი საჭიროა ეს ნედლი რაღაცა და ჩააგდებ რა, მაგრამ რომ მოხარშავ გადააგდებ მერე. ჭინჭარი. გიორგი დღეს აღარ მიკარდა ხო? რამე იქნება ისა? ერთჯერადი ჩაი ან დაფრის ბოთოლი ან რაღაცა ეგეთი. დაფრის ბოთოლი. ყოჩა, ღდიმა, ყოჩა. ვიქცეთ რომ მიხვიდოდი ამ პასუხამდე. და რა ვინ არის აქეთ? არა, აი იგზის ჩვენი პასუხის. აი როგორ, აბა, ერთადერთი ვარიანტი აი ის. ხო, ის არის ერთადერთი ვარიანტი და შენ სუეჭებს რატო ხარ ეგ მაინტერესებს. შემდეგი. აღარ ვიდა მეტი რა. ერთი გლიჯე ყველაზე რთული და წავედი. ყველაზე რთული გლიჯო იმას ფიქრობდი. ჯერ ერთ ისეც მოვთელავ და მერე. რამდენად ვიცნობთ ქართულ საზომ ერთეულებს, ეგ მაინტერესებს რა. მე ვფიქრობ რომ ყველა ვარიანტი ეცოდინებოდათ. რამდენი ლიტრია ერთი ჩაფი? ერთი ჩაფი ღვინა. ერთი ჩაფი არის 9 ლიტრი. არა. რამდენი კილოგრამია ერთი ფუთი? ერთი ფუთი არის 100 კილოგრამი. არა, რა. 100 კილოგრამი. 16. რა ხდება? ეს უკვე ხმამაღალი კარნაკი ხდება. 1000 მონაწილეობა მაგებში ვიდი. 16 არის ერთი ფუთი. კი ბატონო, ერთი ჩაფი? ერთი ჩაფი არის? არა, მე მგონი ლიტრი არის რა. მეც მგონია რომ 10 litrია. რამდენი? 10. არა, ლიტრი. ერთი? ან ნახევარი. ცოტა უფრო ვიხრები 500-ის. როგორ ჩაფი ერთ წარმოიდგინე ჩაფი? ხო და 9 ლიტრისკენ უფრო ვიხრები თქო რა მე. არა, ლიტრი, მე მგონი ლიტრი იქნება. აი ჩაფია არა და. ნუ 3 litrიანი. ისე წამოვიღო რომ 3 litrიანი გდაი. მაშინ 2. ჩაფია. კაი 5 ხა. 9. კიდე უფრო ჩაფია. ძიმეა გოგო? 10 ყოფილა ხა. რა მეტი, არ ჩემი არ ჩემი. ძიმეაო დამცინეთ. 18. ჩაფისტი არა ვარ მე. ჩაფისტი არ ვარ. იცოდი? კაი, არ ვცოდნე. კაი, ერთი მათემატიკაც და ეგ არის? არა, ეგენი ახლა არ მახსოვდა ეხა რა. აუ რა, კარგები მაგრამ მათემატიკა არ მინდა, ინტუიცია მინდა. ინტუიცია კაი. ყუთში ჩაყრილია 7 წითელი და 5 ლურჯი ფანქარი. რამდენი ფანქარი უნდა ამოვიღოთ ყუთში ჩაუხედავად, რომ მათ შორის აუცილებლად აღმოჩნდეს 2 წითელი და 2 წითელი. ჯერ ეს მიპასუხეთ. 2 წითელი და 2 წითელი 4 წითელი. 2 წითელი რომ ამოვიღოთ. რამდენჯერ უნდა ჩავყოთ? 13 ფანქარი არის 7 წითელი და 5 ლურჯი. 5 ლურჯია. ამოვიღოთ თვალით? დახუჭული თვალით. ისეთი რაოდენობა უნდა ამოიღო. ხო, თითო ჩაყოფაზე ერთს ვიღებთ ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტში. ერთი ამოღება გვაქვს სულ? სულ არის 13. აქედან 7 არის წითელი. ესე ხელით როგორ გავარტყა ხა რამდენჯერ უნდა ჩაყო, რომ 2 წითელი ფანქარი მაინც ამოიღო უეჭველი. 7ჯერ რა ვიცი ალბათ. არა, 7ჯერ არა. ხო, ალბათ 7ჯერ. ოჩხ, კარგია. გამოიწონი? რა თქმა უნდა გამოიცადე. ეხლა მეორე ჯერ არ დამთავრებო. გარეთ არის სპექტაკლი იმიდის თელი. არა, ყველა ერთად სწორ პასუხს მაძლევთ. ყურში ჩემი ბზენი გიორგი, აგერ შენგენიოსი, აგერ ჩემი დიმულია. იმიტომ ძალიან ჭკვიანები ვარ. აბა 2 ფერის ფანქარი რო ამოვიღოთ, რამდენჯერ უნდა ჩავყოთ ხელი? 5ჯერ. არა, 6ჯერ. 6ჯერ. რატო 6ჯერ? არა, 5ჯერ ყველა ვარიანტი ამოიღეთ იმფერს და მე-6 გაქვს 13-ია სულ. 13-ია სულ, 7 წითელი. 7 წითელი, 5 ლურჯი. თითო ამოვიღო უნდა? 5 და 7. 12-ია. თითო უნდა ამოვიღო თითო ჩაყოფაზე. აი, რამდენი, ხო, თითო ჩაყოფაზე თითო ამოვიღო, რომ 9ჯერ. 9ჯერ 2 ფერი უეჭველი აი. უეჭველი რო ხონდეს. ერთის და ერთის. მე 6ჯერ ვაწვევი თავიდანვე. გიორგი 6 აწვევაში. მე პირველი ვსვი 6. გიორგი გაზარდა 8ჯერ. არა, მოიცა ერთამი, კაცო, არა, უფრო ცოტა არის. გიორგი წავიდა 8-ზე, მე 6 ვიყავი და შენ 9. 3. არა, 3 ძალიან ცოტა. გეუბნები რა, მოწოდების. რო ამოიღებ ერთი ჩაყოფით, ხო ამოიღებ რაღაცა ფერს, დაუშვა წითელს.
მეორეჯერ რო ჩაყობ დაუშვათ ლურჯი. და უკვე ორი ფერი გაქვს. მე რა, შვიდივეჯერ წითელი ამოიღო. ორი ერთი ფერის ფანქარი უნდა ამოიღო. ერთი ფერის. გაჩვდით. მესამე სხვადასხვა ფერს ვაწვებოდი. არა. სხვადასხვა ფერის გამოწავედი 6 რო. კარგია, ყოჩა. როგორ მიხვდები, ხედა? თუ რა. არა, 8. კარგი, ეხა რა არის და რამდენი მაქვს, რამდენი რომელი, ეს რთულია, მას კალამი უნდა. არ კალამი არა მაქვს. ესეც ამასაც კალამი უნდა, აი ამას არ ჭირდება. არის კალამი, მიდი. აბა, კახაკაშია სიზმარს გიყვებით. იკას ხავს იმდენი ძმა. ვისა? იკას. რამდენი ძდა? ორი ანუ. ხოლო ნინას ყავს სამჯერ მეტი ძმა, ვიდრე და. ბიჭო, პასტა ან ფურცელი შეგაგონია, რომ კომპიუტერები ვართ მე და ძინა. არა, იცი რა, ეს ისეთია, რომ გამოიწვლეთ რა. აზრი ვერ გავიგე. სამჯი იკას, მე იკას ყავს იმდენი ძმა, რამდენი ძდა. ხოლო ნინას ყავს სამჯერ მეტი ძმა, ვიდრე და. სამჯერ მეტი. რამდენი ბავშვია ამათ საოცნებო ოჯახში? კახაკაშია საოცნებო ოჯახში. სამჯერ მეტი, ანუ 3 იკა და 2 ნინა, ანუ 4 პირველ შემთხვევაში, არა 5 და მეორე შემთხვევაში ვერ ფიქრობ ეხლა იმაზე. 3 ეს იკა და ნინა ერთმანეთს ვინ არიან? დაძმა არია სულ. ესე იგი არის ერთი სამჯერ მეტი. 6 უნდა. 4, 5-ია. იკას უნდა რომ ყავდეს და არა. ძიმა 6 არიან, 4. 5 არიან, 5 არიან. ჯიჭის მეორე შემთხვევაში რა მეორე შემთხვევაში? შენ უკვე დათვალე და ბოლოში ხარ. 5-ია. კი, დათვალე რაღაცნაირად გამოვიცე. 5 ბატონო, თუ იკაზე ვსაუბრობ. ხო, იმიტომ რომ ესენო დებედარი თავი გავითვალისწინე. იმიტომ რომ სამჯერ მეტი ნამდვილად 5 არიან. ერთიც და ეგ არის, არა? ვერ შეიძლება. რამდენი ოთხნიშნა რიცხვი არსებობს, რომლის ციფრთა ჯამია 35? ადვილია ეს ახლა მას ჩარგჭედა. რამდენი ოთხნიშნა რიცხვი არსებობს, ოთხნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამი არის 35? ჯამი. ციფრთა ჯამი. ხო, ამ დროს რა კარგად მუშაობს გონება. 6 5 30-ია. არა შვეში. რამე ხო უნდა მათემატიკოსმა. გამრავლება რა შვაშია ჯამიო გოგო. მაინც მიღრო მიუმატო, მაინც ეგრე გამოდის 5 + 5, 10 + 5, 15 + 5, 20 და ასე. 6-ჯერ რომ მიუმატო 5 გამოვა 30. რამდენი? ხო, ანუ 4 გვინდა, რომლის ჯამიც არის 35. შეიძლება იყოს. აბა. არც ისე ბევრი იქნება. რამდენი? დადანდო. აზე არა ვარ. ჯერ ერთი მითხარი. ხო, რამდენი არსებობს და ერთი არსებობს. აბა, რომელი კომბინაცია? რა ვიცი, 8. არა, 8 ცდება. 34 არ იყოფა. 8 + 3 + 3, თქვათ. ხო, მაგრამ 4-ზე არ იყოფა 35. რა შვაში? 4 რიცხვი, რომლის ჯამიც არის 35. 35. რამდენი კომბინაცია არის ესეთი? 10, 10, 5. 3, 10, 5, 4 ნიშნა. 2000. ეგ მაგარი ვიდეოა. 1905 გახდა 4. ასის და ფუცლის გარეშე ძალიან რთულია. ერთი ვარიანტია რა მეგონია. 4 ნიშნა რიცხვი გვაქვს, 4 ნიშნა რიცხვი, რომელთა ჯამი არის 35 + 9 18 + 9 კიდე 27 და 27 + 7 კიდე 6 35. არა, 8. ციფრი რა გამოდის? თლიანობაში ეს გამოდის. 800 რა გამოდის, ხო, თქვი სწორია. 35. 9 და 8. სწორია. კიდე კომბინაცია მითხარი, ერთი არსებობს, ანუ მხოლოდ არა მგონია, არსებობს კიდე 8. 8-ჯერ 3 მაგალითად არის რამდენი? 8-ჯერ 3 ჯამი. გავიგე, მაგრამ 3-ჯერ ნიშნავს რომ 8-ს მიუმატე, 8 მიუმატეს 8. მოკლედ ვამბობ. მე რა მიიღე? 10 იქნება, 10. 4 იქნება სულ. აი, იყოს 4. შემოდი რა სტუდიაში, დაჯექი რა. ხო, ნერვებს მიშლით რა. მე არ ვფიქრე რა 4, გოდა 5 და 4. არა, ის სწორად მივდიოდი ძლივს დამადექი. სწორე გზას და დამცინეს. არა, სწორია ხო, 8 სწორად მივდიოდი, ლოგიკა იყო ჩემი. აი, ეხლა რომლები არის ეს 4-ვე ციფრი, 4-ში ჩამოთვალე და დავიშალოთ. 9 9000 99 და შემეშვით რა.
ანუ სწორი ციფრები დაასახელე 9 სწორი დაასახელე ვიცი მაგრამ რომ დამცინით ჩემი ეგო ზიანდება მე ახლა მჭირდება ფსიქოლოგი და ფსიქიატრი რომ ჩემი მენტალური მდგომარეობა გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი ხდება ნინო მენაღარიშვილი რომელიც სწორედ მენტალურ მდგომარეობაზე ილაპარაკებს მომღერალი ბიჭი რომელიც დამამშვიდებს ვა, ყველაფერი დაალაგა. ეხა მომღერალი ჭირდება. დაუძახო სტუმრებს. მე მგონი დავუძახოთ რა, მომღერალი ჭირდება, რომელიც დაამშვიდებს. არ არის თანასწორი ბრძოლა, მეგობრებო, მე როდესაც ხვდები რომ სწორი გზაზე ვარ და შემიძლია გამოვიწვი იწყებ ჩემს დაცინვას. და თქვა რომ მე დამცინი მაყურებლები არ ეხმება დამცინი არა ისე კაი ხუმრობ ძიმა ნანიკომ გამოიწვია ტრანზაქცია და მე აირია ეს არის სიმართლე და დაუძახოთ გიორგი და მიმღერებს და ჩვეულებრივი გიორგი ჩემოგენიოსა მოვიდა გიორგი ვა გიორგი პირველ რიგში მადლობა მომბრძანებისთვის გესმოდა ჩვენ თამაში? დაჯექი გიორგი. მე მგონი ეს გიორგის ასაკის თამაშები უფრო მე მგონი ყველას გამოიცნობდა გიორგი. მაგარია თამაშები არ გააჩერე. გვისმოდი? გეცინებოდა? აბარა. ისე რა. შენი მიზანიც ეგ არის რომ ხალხი გავართო თორე აბა ეხა შეჯიბრეკი არ არის. მოკლედ მე ვთქვი რომ ახლა ჩემი ნერვები ცოტა არ არის მწყობრო და შენ უნდა დავარცხო. მდგომარეობაში შენ უნდა დაგვამშვიდო სიმღერით. იცით რომ შენ არაჩვეულებრივად ღერეს ჩვენ მაყურებელმა უკვე იცი, მაგრამ მოდი, საიდან დაიწყე სიმღერა, როდის იყო ის პირველი გამოცდილება, როცა მიხვდი რომ სიმღერა შენია? ხა რა თქვა დაახლოებით 20-30 წლის წინ ვიდეო გამოდი. მოგესალმებით თქვენ. მოგესალმებით ჩვენ. თქვენს მაყურებელს და ყველას უსურვებ, რაც თავარია, კარგ და წარმატებულ დღეს. დიდი მადლობა. გადასარევი სურვილები. რაც შეეხება ჩემს სიმღერას. ხო. მე დავიწყე საკმაოდ პატარა ასაკში სიმღერა. ჩემმა მშობლებმა ალბათ შეამჩნიეს ჩემი ნიჭი დაახლოებით 5 წლის ასაკში და შემიყვანეს სიმღერაზე. შემდეგ დავდიოდი სხვადასხვა სტუდიებში, ხოლო ეხლა დავდივარ ვოკალის აკადემიაში და ჩემი პედაგოგი არის მანანა მორჩილაძე. მოვიკითხავ. ძალიან მიყვარს. მოვიკითხოთ დიდი სიყვარული. გიждები ისე მიყვარს და მე ყველა მისი მე ვიცი როგორ გულით ასწავლის ის. დიახ, მართალი ხარ. ხო. და ასევე წელს ჩავაბარე ევგენი მიქელაძის სამუსიკო სკოლაში და ჩემი ვოკალის მასწავლებელი არის უსაყვარლესი დოდო დიასამიძე. მასაც ასევე მოვიკითხავთ. ისე მე მინდა გითხრა რომ 12. ხო, არაჩვეულებრივი გუნდი ყავს ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელს, რომლებიც არაჩვეულებრივ რეპერტუარს ძალიან კარგი პედაგოგით და მოვიკითხავთ თქოს შენ შემოქმედები ჯგუფ. რას გვიღერებ დღეს? დღეს მე გიმღერებთ მედროგე პავლეს რა კაია. და ვეცდები რომ დაგატყურო. ეხა ამან ისე კითხე ინტონაციით რომ მე მეგონა ეთყოდი თოლიას. ხო იცი ეგ ფილმი? კი. ესოინება. და სიმღერის გარდა რა ინტერესები გაქვს ეხა ფეხბურთი რაღაცა კერლინგი, კინო, მუსიკა, რავი, მუსიკა ესე. ცალია ბავს არის. როგორ არ ცალია. ზოგადად მაქვს დატვირთული გრაფიკი, მაგრამ როგორც ყველა ბავშვს, ასევე მეც ძალიან მიყვარს ფეხბურთი. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე, ვცდილობ ხოლმე რომ ვითამაშო და ასევე ძალიან როგორც ჰობი მაქვს თევზაობა და ბუნებაში სიარული. საუკეთესო ბავშვი. ანკესი თუ ალბათ, ხო ანკესი. ანკესი თუ. სპორტული თევზაობა თუ ისე? სპორტული თევზაობა. გამიხარდა ეს ბოლონაცი. აი თევზები, ამ ხელათევზი, ხო ის რო იცი ახლა მე თევზებად მონადირეა, ამ ხელათევზი. აი ხელათევზი. 72 კილოიანი თევზი. და გიჯერია? აი, ეგ აიხურა, ხო, და მე მაღაზიაში რო ყიდულობ ხო რა მოა. დიახ, რომ მე თევზე იძახის რომ მე მყავსო 72. კი, კაცო, 72 კილოიანი თევზი წარმოიდგენ ნანიკოზე მძიმე. ბუკი და არ მინდა ხაზდაში. შენზე ჩაყრე და ჩემზე მძიმე. სამაგერო გადახდილია, ვამღეროთ გიორგი მეც ავღელდი ენაცვალე რა. სამაგერო გადახდილი გაქვთ ხოჭო. კი ბატონო. გვიმღერე გიორგი. კი ბატონო. მიკროფონი ხო აი გვიბზავდი მაშა ასე სპეციალური მაინტერესებს ძალიან ჩვენთვის გიორგი შაშვიაშვილი სიმღერით მედროგე პავლე
ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, თემა რომელზეც ახლა ვილაპარაკებთ, ალბათ მთელი მსოფლიოს პრობლემაა, ყველა ადამიანის, ვინც კი დღეს ბინადრობს პლანეტაზე. იწყება ზამთარი და გვინდა არ გვინდა ადამიანს წყინდება. არსებობს ასეთი ტერმინი ზამთრის მოწყენილობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვერევა დეპრესიაში. და ალბათ ხშირად გაგიგიათ თქვენი პაციენტებისგან, რომ დეპრესია მაქვს და მე არ შემიძლია. რა არის ზამთრის მოწყენილობა? არსებობს თუ არა საშუალება, რომ ამ ზამთრის მოწყენილობას უფრო მეტგრად შევხვდეთ, როგორ ამოვიცნოთ რა გჭირს და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან აქტუალური და სეზონური თემის წამოწევაში. რასაკვირველია, ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენი გუნება-განწყობა იცვლება. ეს არა მარტო თქვა ჩვენი შეხედულება ზამთართან თუ როგორ აღვიქვათ მას, არამედ თვითონ ბიოქიმიაც იცვლება, იმიტომ რომ იმისთვის რომ სეროტონინი კარგად გამომუშავდეს, ერთ-ერთი ფაქტორი არის სინათლე, ამიტომაც შემდეგ გამოიყენება ფოტოთერაპია. სეროტონინი არის ჩვენი ნიუტრიერება, ეს ნეირომედიატორი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენ შეგრძნებაზე, თვითმყოფადობაზე, სიმყარეზე და ასე შემდეგ. და ამასთანავე ეს არ არის მარტო სეროტონინის COVID დაწევა, ამასთანავე ჩვენი ორგანიზმი ძალიან სენსიტიურია სიბნელეზე. ანუ სიბნელე დაბნელების შემთხვევაში გამოიყოფა მელატონინი, რომელიც ძილის ჰორმონია და რომელიც გვამზადებს ძილისთვის მოთენთილობა, ცოტა ესეთი რა ქვია, ძილისკენ მოსამზადებელი ფაზის დაწყება. ამიტომ ის გამოაქტიურებელი ქვევით არის და ეს ძილიანობა უფრო იმატებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიბუნებია. ანუ ეს ნორმაა, ხო? 6 საათზე ვნელდება ახლა. 6 საათზე, 6 საათთან უკვე, ანუ ეს შრომის დაყოფირებაზეც მოქმედებს ალბათ ყველაფერზე. მოტივაციაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერზე მოქმედებს, იმიტომ რომ თუ ზაფხულში თვლით, რომ ჩვენი დღე დასრულდა 9 საათზე, 10 საათზე და 6-7 საათის შემდეგ, როდესაც ვამთავრებთ ჩვენ სამუშაო გრაფიკს, მეორე დღე გვეწყება. ზამთარში არის რომ დასრულდა დღე. პირდაპირ დასრულდა, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ემზადება უკვე მოსასვენებლად, დასაძინებლად. ეს მელატონინზე ჩვენი ესეთი დამოკიდებულება ძალიან ხილულია და როდესაც კიდევ რატომ ურჩევთ ადამიანებს, რომ ძილის წინ ეკრანი არ იყოს, ტელევიზორი არ იყოს, ესე ვერ ჩაიძინებთ, იმიტომ რომ ეს ეკრანი და ეკრანის განათება ატყუილებს ტვინს. ტვინი ვერ ხვდება რომ დაღამდა, იმიტომ რომ უნდა დაიძინოს და აღიქვავს როგორც სინათლეს და ამიტომაც მერე ძილის პრობლემებით მოდის იმ ადამიანებში, ვინც ეკრანზე არის დამოკიდებული. ზუსტად იგივე პრინციპი აღონ უგუღმავს. ისინი რომ დაგზინების დროს მაქსიმალურად ჩააბნელეთ, სადაც ავიკითხებ. ძალიან სულ შოკი რო არ შემოდიოდეს, რაღაცა
უფრო ისე მშვიდდება. და მაგ დროს ეხლა მე რო თქვა წამოწევი და ტელეფონს ჩავთავ, ეს უკვე პრობლემას მიქნის, რომ გონია რომ დღეა? მაგ დროს თქვენი ჩაბნელება აბსოლუტურად კარგავს ეფექტს. ანუ დაბნელება და ჩამობნელება არის ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენმა ცენტრალურ ნერვულ სისტემამ თავის ძვირმა აღიქვას, რომ საღამოა და უნდა გამოყოს მელატონინი იმისთვის, რომ დავიძინოთ. ესე ვართ მოწყობილები, ძუძუმწოვრები, სხვა, ვთქვათ, ფრინველები. კი, ყველა. რუბიდება ქათმები თვითონ მიდიან და იძინებენ. და სხვათა შორის მაღალ მთაში სოფელში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სწორედ ამ სისტემის მზესთან ერთად იღვიძებს, მზესთან ერთად წვება და როგორც ამბობენ, ეს ჯანმრთელობაა. ეს არის ძალიან დიდი სიჯანსაღე, იმიტომ რომ აი ეს ძილის რაოდენობა ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ მე დავიძინე, თქვათ, რა ვიცი, მე X საათზე, მაგრამ გავაგრძელე მერე და ისე გავიღვიძე, რომ რაოდენობრივად სწორედ მეძინე. ესე იგი მე მაგარ პრობლემებში ვარ. 11 საათზე ადრე სახში ამისულა, ეგეთი რამე გაიგია? ხო, მაგრამ არის რაღაცა. მაგრამ ადრე მიგვიძე მაინც ნებისმიერ შემთხვევაში. ეს კარგია, რომ რეჟიმი არ დაირღვეს, თუმცა არის რაღაცა მონაკვეთები, რომ ძილი რაოდენობრივად კი არ არის აღდგენილი, ხარისხობრივად და რაღაცა საათზე რაღაცას გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გძინავს. ისე ნინო, ვიდრე გადავალთ ზამთრის მოწყენილობაზე და უფრო ღრმად ვისაუბრებთ ამ თემაზე, გამიგია მოსაზრება, რომ მელატონინი, რომელიც ძილის ჰორმონია და გვეხმარება, რომ დავიძინოთ, მხოლოდ და მხოლოდ გამოიყოფა მაშინ, როდესაც ჩვენი სხეული ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, მისთვის მეტნაკლებად სულ ერთია განათება არის მზე არის თუ არა. ჰორიზონტალური მდგომარეობა ჭირდებაო, ეს მართალია თუ არა? ანუ ნახეთ, იმისთვის რომ რასაც მელატონინი აკეთებს, იმას თავისი შეგედეგი ქონდეს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მელატონინი ეს ხო არ არის რაღაცა გავთიშეთ ადამიანი, ანუ მელატონინი მოიტანს ძილიანობას, მაგრამ ძილიანობამ თუ გადაიარა, ხო, თუ გადაიარა, მე ვიზდინავს ადამიანს, კაცო, გამაგია. არა, სხვა რამეს ამბობს. სხვა რამეს ამბობს. ანუ სიბნელესთან, აი თუ სწორედ გავიგე თქვენი კითხვა, სიბნელესთან ერთად აუცილებლად უნდა ვიყო ჰორიზონტალურში, რომ გამოიყოს. ხო, და აი რას გეუბნებით, რომ ჰორიზონტალურში აუცილებლად უნდა ვიყო იმისთვის, რომ აი თქვენი მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად ძილის ფაზა წამოვიდეს. და არა იმიტომ, რომ მელატონინი გამოიყოფა, სტუმრად ვართ გვამთქნარებს, იმიტომ რომ სიბნელია, ძგვიანია. ჩემში ახლაც გამოიყოფა. მიღებაზე რას მელატონინის, ვთქვათ ხო, ურეცეპტოდომით სვავს ხალხი, მე როგორც ვიცი და იყიდება აფთიაშ. რამდენად, არა, მართლა მაინტერესებს, მე ანტირეკლამაზე ვლაპარაკობ. სხვა თემაზე ვლაპარაკობ, ძილის თემა. ძილზე ვლაპარაკობ და რა სხვა თემაზე ვლაპარაკობ, ვერ გავიგე კაცო. მოდი ეს იმას ქენი დიმუ. ზალინიაო? არა, მართლა მაინტერესებს, ჩემს ვთქვათ ალია მელატონინი დაგეზიდება, თავლიო? ესე იგი, ნახეთ, როდესაც რაღაცას ვამატებთ ჩვენ ორგანიზმს, კარგს და ცუდს შორის აღარ ვირჩევთ. ანუ უკვე რაღაცა ცუდი ხდება, უძილობა მჭირს, ვერ ვიძინებ. ამიტომ არჩევანი უნდა იყოს ცუდს და ძალიან ცუდს შორის. უძილობა უფრო მეც გავნებთ, ვიდრე მელატონინის მიღება, რომელიც ითვლება, რომ დიდად მავნე. უძილობაზე საშინელება არაფერი არ არის. ამიტომ და ჩემს შვილებს არაფერი არ შველით. არაფერი ამათ არ აძინებთ. არც 6 საათზე რა დროს შენი შვილების მელატონინის დალებინება რო ღამდება, არც ჰორიზონტალური, არც ოთახის ჩამობნელება, არაფერი ამათ არ შველით. დღე. ანუ ზრიალები? დიახ. კაი, დავუბრუნდით ჩვენ ზამთრის მოწყენილობას და დეპრესიას, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაწუხებს, აგერ დათვები სულ შედიან და იძინებენ, თავიდან ივიდებენ ყველაფერს, ხო? მივხვდით, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, ანუ კოსმოსზე, კანონზომიერებაზე, ბუნებაზე, სამყაროზე, რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ვიწყენთ. რა უნდა ვქნათ, რომ ეს მოცემულობა ჩვენთვის იყოს ნორმა, რომ არ დაგვივარდეს мотиваცია, არ დაგვივარდეს, თქვათ, ენერგია და ვიყოთ ისევე, როგორც თქვათ, სხვა სეზონებზე. არსებობს თუ არა რაიმე უნიკალური საშუალება? ყველა გვინდა არ გვინდა ვიწყენთ, ყველა არ იწყებს. არა. მაგრამ თუ ვიღაცა მოიწყინა, ეს არ არის უკვე თითის გასაშვერი, რომ სადიაგნოსტიკოდ არ იქა დეპრესია აქვს და მაინც და მაინც ეხლა წამლებით უნდა დაიბომბოს ეს ადამიანი. თუ ვიღაცა სენსიტიურია დღის სინათლის ხანგრძლივობაზე, ცვლილებაზე, ისედაც თითქოს აი ბუნება იძინებს. თითქოს რაღაცა დასასრულისკენ მიდის და ჩვენც როგორც ბუნების ნაწილი, გუნება განწყობით მივყვებით ამ ბუნების რაღაცნაირად ცვლილებას.
თუმცა ეს ყველა ესე არ არის თქო ეს მინდა ვთქვა. არ არის ნამდვილად. თუ მე მაგალითად ვატყობ, რომ ნაკლებად აქტიური ვარ, ვიდრე ზაფხულის და ხანგრძლივი დღის პერიოდში, ნაკლებად მოტივირებული ვარ, რომ გარეთ გავიდე, უფრო მეტად მინდა, რომ სახლში ვიყო, სოციალური აი ეს რაღაცა კავშირები და ეს სოციალიზაციის უფრო ნაკლებად ვარ მოტივირებული. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა მაშინ ხდება, როდესაც მე ვალდებულებას ვეღარ ვასრულებ, დილით ვიღვიძებ და არ შემიძლია რომ ავდგე და ძალით მივათრევ თავს, იმიტომ რომ ვალდებულება არის, რომ თქვა, წავიდე სამსახურში. სოციალიზაციის შემცირება არ ნიშნავს სოციალიზაციის გაქრობას. თუ გავაქრე და არჩევანი არის, რომ იზოლაციისკენ წავედი, ეს უკვე დასაფიქრებელია. ამ შემთხვევაში უკვე ალბათ სადღაც არის დარეკვა, რომ ცუდად ხომ არ ვარ ღირს, თუმცა ესეც არ არის იმის პირველი მაჩვენებელი, რომ მაინც და მაინც დეპრესია და როგორც დეპრესია. თქვენ როგორც თქვით, ახლა აი დილით ზაფხულში მაგალითად, ხო? 6 საათზე რო გათენდება, მე თავისუფლად შემიძლია გავიღვიძო, ძალიან ნორმალად და წავიდე კორტებზე, თბილისში ჩამოვიდე შორიდან. ზამთარში ხო რა თქმა უნდა გეზარება, ხო იქ სამყაროს და არა, მაგრამ აი ძალიან სრულად ანთავს და გადიხარ, მე კარგად ხდები უკვე, ანუ ეს მუშაობს ხო ალბათ ეს მომენტი. არ უნდა ჩაჯდე რა, ეხა აი გეზარება არ წავიდე, ალბათ ესეც ერთ-ერთი გამოსავალია. ეს ძალიან მუშაობს და რატო გვეზარება? ანუ თუ ჯერ ეხლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ იცვლება ჩვენი განწყობა და мотиваცია, რატო გვეზარება არის ის, რომ ჯერ კიდევ ბნელა ღამე. და ჩემი ტვენი ვერ იგებს, რომ უნდა დაიწყოს აქტიური დღე. ამიტომ მეზარება, თუმცა მე ვარ homo sapiensi, გაცნობიერებული არსება და ხვდები, რომ დილის 6 საათია და დილა, ამიტომ ვაძალებ ჩემ თავს, გავდივარ და ვიწყებ დღის რუტინას. რაღაცა ჰაივანზე გადი, რაღაცა ჩაის უთქე, რაღაცა ეგ მომენტი არა, მაგრამ აი სუდია ხარ, რომ ადგები და ეგრევე ტელეფონებში შედიხარ, ალბათ ეგეც სუდია. თუმცა ეს ყოველდღიურობა უკვე ჩვენი და მაგას ვერ გავაქცევით. კი, მოდი 21 საუკუნეა დღეს ეს ინფორმაციული ნაკადი ალბათ მართლა არაზოს არ ყოფილა, შფოთიანობა ძალიან მაღალია პოპულაციაში ადამიანებში ყოფს დღეში ასე ჩანს, ფარმაკოლოგიაზე ძალიან დამოკიდებულია უკვე ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა და რაღაცნაირად ვეღარ ხვდებით რა არის კარგად ყოფნა, როგორ შეიძლება ყველაფრის მიუხედავად იყო კარგად, როგორ შეიძლება სხვა ადამიანზე ან ფსიქოლოგზე არ იყო დამოკიდებული და იყო კარგად. როგორ დროში ვცხოვრობთ დღეს, რომელიც მეტნაკლებად მართლა ყველას ხვდის რაღაც დიაგნოზიან ადამიანს, ასეა? ნახეთ, ყველას დიაგნოზიან ადამიანს არ ხვდის. ნახეთ, ის ადამიანები, ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავდექი ნაკლებად მოტივირებული ვარ ვიდრე ზამთარში, რაღაცები არის, რაც თქვათ მეზარება, მაგრამ ვაძალებ ჩემ თავს, მაქვს ეს რესურსი და გავდივარ, ეს ადამიანები სხვანაირად ფუნქციონირებენ. მაგრამ ყველა არ არის ისე როგორც დიაგნოზიანი, როდესაც ადამიანს რესურსი არ აქვს იმისთვის, კი ხვდება აცნობიერებს, რომ უნდა გავიდეს გარეთ იმისთვის, რომ თავს მიხედოს, თავი გადაირჩიოს, თუ უფრო უკეთეს ხასიათზე და გუნება განწყობაზე იყოს. უბრალოდ რესურსი არ არის. ნახეთ, და ესეთი ადამიანები სამწუხაროდ ხშირად განსჯილები არიან, ისეთი ადამიანებით, რომლის პრინციპიც არის, არ მესმის, კაცო, თუ გინდა, შეგიძლია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ესე ფუნქციონირებენ, როცა შეუძლიათ, მაშინ უნდათ და უბრალოდ არ შეუძლიათ. ჯერ არავის საქმე და განსაჯელი არ არის, ეგ მაგაზეთ ეგეც აღნიშნოთ, რომ უფრო ამძიმებს. ხო, მაგრამ დღეს სოციუმი მოდი ვთქვათ, რომ არ იქცევა ხშირ შემთხვევაში ისე, როგორც საჭიროა. პირველ რიგში დამოკიდებულება, ვთქვათ, იმ ადამიანის მიმართ, ვისაც უჭირს. ძალიან ხშირად ჩვენ მას აბუჩად ვიგდებთ, კაი რა დაგემართა ადექი, ახლა წამოდი, რა მოხდა, ვინ არ დაღლილა, ვის არ ქონია პრობლემები ცხოვრებაში. ეს არის მე მგონი ძალიან ცუდი დამოკიდებულება, ვთქვათ, გარემოს მხრიდან მათ მიმართ, ხო? ნახეთ, ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს, ეს არ არის აზრი ჩადებული, რომ ვიღაცამ ვიღაცა აბუჩა დაიგდოს. ეს უბრალოდ არის ზრუნვის ფორმა, რომელიც მას არ ესმის, რატო შეიძლება რომ ადამიანი ვერ ადგეს ლოგინიდან და გონია რომ ესეთი ფორმით რაღაცნაირად мотиваციას აძლევს, რომ აბა ეხა თავი ხელში აიყვანე, აბა ეხა ადექი ვინარ და კი, ნამდვილად. გეტყვით როგორც მოქმედებს,
მაშინლად. ცუდად ხო? ყველაზე უარესად, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს სიტყვა მას არანაირად არ დაეხმარება, კიდევ უფრო მეტად უჩვენს დანაშაულის გრძნობას, რომ ის ვერ აკეთებს რაღაცას და შესამჩნევად ცუდადაც არის და თან ანუ თუ მეუბნებიან რომ თავი ხელში უნდა ავიყვანო და მე ვერ ვაკეთებ, ანუ ჩემში არის კიდე სუსტი ვარ, უბარგისი ვარ, ვერ ვერევი ჩემ თავს. ანუ ამ შემთხვევაში კიდე უფრო მეტ დიდი წნეხის ქვეშ არის. აი, სულ მაგას ვამბობ, რომ ჩემი სფეროს უსამართლობა ის არის, რომ როდესაც ადამიანს, რა ვიცი მე, ხელი აქვს გადაჭრილი, ფეხი აქვს მოტეხილი, უცნობებიც კი თავზე ახვევიან და ეუბნებიან, რითი დაგეხმარო წამოდი ექიმთან, რა დაგემართა, ანუ შენ არ გაინძრე, მე მოგხედავ და როდესაც მენტალურად ცუდად არის, თითქოს ადამიანმა უნდა ამტკიცოს ჯერ, რომ ცუდად ვარ და აქედან მოდის თლიანი ეს პროპაგანდა, რომ არა, შენ ცუდად არ ხარ, თავი ხელში უნდა აიყვანო, ანუ შენ ცუდად კი არ ხარ, შენ გგონია, რომ აი რაღაცა აბსურდი. იმიტომ რომ ხილული არ არის პრობლემა, მე ხელი რომ გაგეჭრება ჩანს და აქ რო შფოთი გაქვს, რო გტკივა მთელი სხეული, ამას ალბათ ვერ ახსნი და არ ჩანს და მესმის ეს, რომ არ გვესმის, იმიტომ რომ გვინდა მათთვის კარგი, მაგრამ არსებობს ალბათ სტადია, როდესაც შესაძლებელია, ვთქვათ, საუბრით ადამიანი გამოიყვანო, არსებობს სტადია, როდესაც მედიკამენტების ჩარევა აუცილებელი და სტაციონარში გადაყვანა აუცილებელი. როგორ უნდა მიხვდეს, ვთქვათ, ოჯახის წევრი, მეგობარი, რომ რაღაცა სიგნალს იძლევა უკვე ეს ადამიანი, რომ უნდა მივხედოთ. ძალიან კარგი კითხვა. ანუ სტადია, როდესაც ფსიქოლოგიური, ანუ ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის ჩარევა არის ზუსტად ის დრო და მომენტი, როდესაც ადამიანი ცუდად არის, აცნობიერებს, რომ ცუდად არის, მაგრამ ფუნქციურ მის უნარჩვევებში კიდევ არ არის ისეთი ცვლილება, რომ მაგალითად რაღაცა პასუხისმგებლობები აირიდოს თავიდან. ანუ აგრძელებს ოჯახის მიხედვას, მუშაობას და ასე შემდეგ, მაგრამ ცუდად გრძნობს თავს და мотиваცია აღარ აქვს. ანუ ამ შემთხვევაში კითხვა, რომ რა მიმართება, რატო არ ესე, რა მოხდა ეხლა ჩემ ცხოვრებაში, რამაც გამიცოცხლა რაღაცა ტიპის ტრავმა და რატო რეაგირებ ესე, ეს არის ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ეტაპი. როდესაც ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ეტაპი იზრდება იქამდე, რომ დასანიშნია მედიკამენტოზური მკურნალობა, ეს არის, როდესაც დეპრესიის მკვეთრი ნიშნები არის. რომელია ეს? აპათია, არანაირი мотиваცია არ მაქვს, ვერ ვდგები. ცუდი ფიქრები, არა მარტო სუიციდური ფიქრები, მაგრამ უიმედობის, აი რა აზრი აქვს. ვერ ხედავ ვერაფერს წინ. რა აზრი აქვს, ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ერთ დღეს მაინც ყველა მოვკვდებით. ანუ დღეს და ამ წუთას იმდენად ცუდად ვარ, რომ ჩემი თავის წარმოდგენას, პროექციას, ხვალზე, გმაზე ვეღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეხა ისე მიჭერს, რომ ხვალ თუ დადგება ისიც არ ვიცი. ეს ეხლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მაქსიმალურად გამწვავებულ ნიშნებს ვამბობ, თორე აქამდე შეიძლება მთელი გამა იყოს, რასაც დაჭერდეს მედიკამენტოზური. შეიძლება ადამიანი მაგ მდგომარეობაში იყოს და ამაზე არ საუბრობდეს. ამას ჩუმად ატარებდეს თავის თავში. ანუ ნახეთ, ხო, აი მაინტერესებს. შეიძლება ესე, როგორც ეხლა მე ავხსენი, ამას გარედან ესე არ ამბობდეს, მაგრამ იცვლება, ანუ აი კიდე რა არის ჩემი სფეროს თავისებურება, რომ როდესაც მენტალურად ადამიანი ცუდად არის, რატო არის ეს რჩევა დარიგება და განშე, იმიტომ რომ იცვლება ქცევა. ანუ რომელიც მისთვის დამახასიათებელი არ არის, ისეთი ქცევა ანუ ყველა ვარიანტში იცვლება ქცევა, ხო? ყველა ვარიანტში იცვლება ქცევა. ზუსტად ეს არის თქვა, ეს თქვი რომ როცა ფუნქციურობას, როცა თავის რაღაცა გაწერილ გეგმას ვეღარ მიყვება ადამიანი, აქ უკვე მედიკამენტოზური მკურნალობაა. და რო ვერ მიყვება, ეს ხილულია. არ დგება ლოგენიდან, ან მეგობრებს 10-დან 10 შემთხვევაში ეუბნება, რომ არ შემიძლია, მირჩევნია სახში. შეიძლება არ ამბობს, რომ მე ცუდი ფიქრები მაქვს. ხო, მოხვიდე გეუბნება. არ შემიძლია. განზობინებს, რომ არ უნდა მიხვიდე რა. ან სულ გეუბნება, რომ აი მე სახში არ ვიქნები, ან არიდებითი, ან არ აქვს, ნახეთ, სხვისი ადგილი აღარ არის, იმიტომ რომ თვითონ დაკავებულია თავის პრობლემით. თავის თავზე და ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ანუ ქცევა იცვლება იქითკენ, რომ შეიძლება გარშემოყოფები დიაგნოზს არც უნდა სვავდნენ, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს ადამიანი მინიმუმ ისეთი არ არის, როგორცაც ვიცნობდით, როგორც ბუნებრივად არის. ეს არის უკვე პირდაპირი მაჩვენებელი იმისი,
რომ ფსიქიატრთან კონსულტაცია იყოს დაგეგმილი. და პირველი მცდელობა იმისთვის, რომ გამოვიდეს. როგორ უნდა უთხრათ, რომ შენ ახლა აუცილებლად უნდა წახვიდე, ანუ ერთად უნდა წავიდეთ, არ ვიცი. ხშირ შემთხვევაში უარყოფენ, რომ მე რამე მჭირს, მე არაფერი არ მჭირს. მე შეგჭირს თუ კაია, მე რა მინდა ეთიმთან. ეს ძალიან ხშირად ხდება ყოველ დღეს ჩემს პრაქტიკაში. ალბათ აქაც არსებობს ხო რაღაც უნიკალური ფორმა, რომ არ გააღიზიანო ადამიანი, თქვათ ექიმის არსებობით. თუ ლაპარაკობთ უნიკალურ ფორმაზე, მაშინ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად მორგებული, ინდივიდუალური, ის უნიკალური ფორმა, რომელიც იმ ადამიანისთვის არის მისაღები. თუმცა არის ძალიან დიდი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ელოდებიან ზრუნვას. შეთავაზება, რომ ექიმთან წავიდეთ, ეს ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა. გააჩნია როგორ მივაწოდეთ, შენ ეხა არ ხარ კარგად და წავიდეთ ექიმთან, შესაძლებელია, რომ ბევრმა ადამიანმა ეს ვერ გაიგოს, მაგრამ ხედავ რომ ცუდად ხარ, მინდა დაგეხმარო და არ ვიცი როგორ დაგეხმარო და წავიდეთ იმ ადამიანთან. იქნებ ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა. ან შენ გადაჭრა, ან წამოყვები, ან არ წამოყვები. ნახეთ, როდესაც ადამიანს და თუ ეხა ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ დეპრესიაზე. კი, დეპრესია. როდესაც დეპრესია ითვლება ორი სიტყვით ფსიქიკის შენელება. ანუ როდესაც ფსიქიკა ნელდება, რა თქმა უნდა, ადამიანს ორგანიზების უნარი შენელებული აქვს და ყველაფერი ეზარება, თვითმოვლაც კი ეზარება. ამიტომ, როცა ამ რჩევას აძლევთ და ელოდებით, რომ ის აიღებს ტელეფონს, მოძებნის ცენტრს, ფსიქიატრს, ჩაეწერება, მერე იმ დროისთვის ადგება, მოემზადება და მივა, გააჩნია რა ხარისხშია ვიღაცები, აკეთებენ, ახერხებენ ამას, მაგრამ ვიღაცისთვის ეს უბრალოდ არის შეუძლებელი, უდიდესი, ანუ ძალიან დიდად ეჩვენება, იმიტომ რომ თვითონ ისეთი დაპატარავებულია, რომ ნებისმიერ ესეთი ორგანიზება არის ძალიან დიდი, რომელსაც ვერ გაწოდებ. ეხლა მივხვდი რომ ერთი ცუდი თვისება მქონია. იმიტომ მე ადამიანს ვატყობ. აი ხა გუშინ წინას ხონდა ეგეთ შემთხვევა. ნუ ჩემი ანაზე ვიძახი და აი ვატყობ რომ ხასიათზე აი შორიდანაც რო დავინახავ და ხშირად ვეუბნები ხოლმე რა აბა რაღაც დღეს ვერ ახარ ხასიათზე და თურმე ეს არ არის კაი ესე გამოდის ხო საბოლოო ჯამში. კი ვაცინებ მე და რაღაც გამო არა. ხო შეხო სუდის რახვები არ გაქვს. ანუ არა ხო და ეს ბუნებრივად გამომდის. ანუ ვატყობ ეგრევე ვატყობ რა. ეტყობა ადამიანებს ენერგიაზე. ანუ ეს არ უნდა ნახეთ არ უნდა დაელაპარაკოს საერთოდ თუ აი რა უნდა კნას სეირნობთ არ ვიცი გუსტბაზე და მოდის თქვენი ნაცნობი რომელსაც ფეხი აქვს გადახსნილი ანუ მაგალითს გეუბნებით ვა ეს რა დაგემართა მოდი რა ერთი მეორე ფეხით დაუაროთ რაღაცა ვქნათ ის ვქნათ ანუ პირველი არის რომ რა დაგემართა რა გჭირს რა გიჭირს რა მოგივიდა ანუ ხედავთ ხასიათზე ხარ რამე ხო არ გიჭირს თუ არ უნდა ადამიანს ესეც ზედმეტად არ უნდა ჩაუძვრეთ ეს არაფერია იტყვის არაფერი მაგრამ ნახეთ თუ როდესმე მიხვდები რომ მე შემიძლია დაგეხმარო აქ ვარ ეს არის ის რაც და მე შეიძლება რომ თქვა რაღაცა მცდელობა რომ გახალისდეს გავახალისოთ მაგრამ როდესაც ადამიანი ვერ იკავებს თავს და ეტყობა რომ რაღაცა უჭერს მიჭერს და რა ვიცი რაც 1000 ჯერაც რომ გააცინოთ თქვენს მერე რომ წავა ისევ თავის მაგრამ იმის აზრი რომ ვიღაცამ შეამჩნია ვიღაცისთვის პიროვნულად მნიშვნელოვანი ვარ და შემომთავაზა რომ აი თუ მიხვდები რომ მე შემიძლია რომ დამხმარე ვიყო აგერ ვარ ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა. შეიძლება პირიქით ხო? ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება ნამდვილად, მაგრამ არსებობს სტადია, როდესაც არც სიტყვა, არც მეგობარი, არც სწორი დამოკიდებულება, არც თვითორგანიზმი არაფერი არ გშველის. გშველის ალბათ მარტო სტაციონარი, სადაც უკვე შენზე პროფესიონალები. ეს რა მდგომარეობაა და რა სტადია? როგორც ვთქვით, თქვენ გაქვთ სტაციონარი, სადაც წყნეთში, სადაც მკურნალობას გადია, ხშირ შემთხვევაში სულ სავსეა, როგორც ვიცი. ესე იგი, სტაციონარის მომენტი არის 1, 5, 10 რაღაცა საფეხურით კიდევ უფრო გამწვავება და როგორ ადამიანებს ვიღებთ ჩვენ წყნეთში. როდესაც პირველ რიგში ან ისე უცებ გამწვავდა, რომ ხილულია, ანუ აპათია, ამიმია, მიმიკებით თავიც არ აქვს, აბსოლუტური ინდიფერენტულობა გარემო სამყაროს მიმართ და რა თქმა უნდა, არ აზიარებს, ვერბალიზაცია არ ხდება, მაგრამ ჩვენ ხვდებით, რომ იქ რაღაცები ისეთი ხდება, რაც შეიძლება ამ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. ამიტომ ესეთ
ტიპის დეპრესიულ პაციენტებს ვიღებთ. მეორე იმას, რომ მივიდნენ უკვე ამბულატორიაში, დაიწყეს მკურნალობა და მკურნალობა მარცხი განიცადა. შესაძლებელია მკურნალობდეს ადამიანი და არაფერი არ ხდებოდეს? არაფერი არ ხდებოდეს, ესე არა. არ იცვლებოდეს უпростоრად ბოდეს. საერთოდ არ იცვლებოდეს ესე არა, მაგრამ თერაპიული ამბიცია ჩვენ რაც გვაქვს, იქამდე ვერ მივიდა. და ამიტომ, როდესაც ჩვენ დეპრესიასთან და ესეთ საკმაოდ საშიშ მდგომარეობასთან ვლაპარაკობთ, ამბულატორიულად ესე წამლების ჟონგლირება და ცვლილება, რომელიც თავის მხრივ კიდე მერყეობას გამოიწვევს და შეიძლება ვერ გაუძლოს, ესეთი ადამიანები მოდიან და კიდე მესამე, ჩემს სფეროში, აი მაგითო ვამბობ, რომ ნებისმიერი დიაგნოზი შეიძლება იყოს სიმპტომი. ანუ დეპრესია შესაძლებელი იყოს სხვა რამის სიმპტომი და ამ შემთხვევაში ეხლა ძალიან დიდი ფსიქიატრიაზე ლექცია რო არ გამომივიდეს, აი ამ შემთხვევაშიც ვიღებთ მოკლედ ყველა ადამიანს, რომელიც რეკავს და ითხოვს სტაციონირებას, ბედნიერი და ლაღი ადამიანი არ ითხოვს სტაციონირებას. ანუ შეიძლება ვერ აცნობიერებს, სწორ სიტყვას ვერ არქმევს, მაგრამ გრძნობს, რომ სახლის პირობებში შეუძლებელია ეშველის საკუთარ თავს. აი ხლა ძალიან ბოდიში რა. ძალიან უცხო იყო ეს სიმპტომები, რასაც თქვენ ახლა ამბობთ და ყოველთვის გულგრილად ვიყავი, უნდა ვაღიარო მეც განწყობილი, რომ აი რა დეპრესია, როგორ ვერ უნდა უშველო საკუთარს და დეპრესია რას ნიშნავს და იმდენად უცხო ვიყავი ამ ყველაფრის მიმართ და აი მშობიარობის შემდგომი უმძიმესი დეპრესია არ შემიძლია რომ რადგან დეპრესიაზე ვსაუბრობთ, ამას არ ვთქვათ, ამაზე არ ვისაუბროთ. ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელიც აი ჩემისთანა სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს დეპრესიის მიმართაც აი უჩენს უდიდეს ემპათიას და ძალიან მნიშვნელოვანს ხდის იმ ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის ურთულესი რამ ჯოჯოხეთი, რასაც გადიხარ და ვერაფერს ვერ შველი. სულ ფიქრობ, რომ აი ეს დეპრესია, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდი მქონდა ხოლმე მშობიარობის შემდგომი, რომ გაგრძელებულიყო, ალბათ შეიძლება სუიციდურ ფიქრამდე მივსულიყავი, მართლა ვამბობ. ეს ისეთი უმართავი პროცესი არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი მოკლე პერიოდი გაგრძელდა, მაინც რაღაცა კვალს ტოვებს. აი სწორად მინდა რომ ამიხსნათ, რომ შესაძლებელია ეგეთი რამე თუ მართლა ბოლომდე სრულდება, თუ ესეც ინდივიდუალურია. ნახეთ, პოსტპარტუმ მშობიარობის შემდეგომი დეპრესია კიდევ უფრო მეტად მძიმედ შეიძლება მიდიოდეს, იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო შეიძლება რომ ქალმა მოიწყინოს. თუმცა ნახეთ, როდესაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სულ არავინ არაფერი არ უთხრას ამ ადამიანს და უთხრა რომ მიდი შენ თავს მიხედე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, აქ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში არის დანაშაულის გრძნობა. დანაშაულის გრძნობა, რომ იმდენად ცუდად ვერ ხვდები რა მემართება, რომ საკმარისად ვერ გრძნობ, რომ ეს ბავშვი მიყვარს, ან თავი არ მაქვს რომ მივხედო, ანუ მე ამას კიდე ემატება ეს მთელი თვითგვემა და წნეხი, რომ ცუდი დედაც ვარ და რა თქმა უნდა, ესეც დეპრესია, ანუ ითრევს ეს ფიქრები ადამიანს. ამიტომ პოსტპარტუმ დეპრესიის დროს, როდესაც პირველი ნიშნები არის სასწრაფოდ უნდა იყოს ჩართული ფსიქოთერაპევტი და საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს დანიშნული წამლები, იმიტომ რომ არის წამლების გამა, რომელიც არ გადის, თქვათ, იმ ბარიერს, თუ მაგალითად არის ცუცუთი კვება, რომ ბავშვიც დავიცვათ აქედან, მაგრამ ნახეთ, დედა თუ ცუდად იქნება, ისეთი წამალიც რო დაგჭირდეს, რომელიც ბარიერს გადის, მაშინ დედაც ცუდად იქნება, ბავშვი მაინც ცუდად იქნება, იქიდან ვერაფერს ვერ მიიღებს და ამიტომ ეს ძალიან კარგად არის შესაძლებელი. გადაწყვეტილება მისაღები, გაგრძელდეს ცუდუთკვება, არ გაგრძელდეს ცუდუთკვება, იმიტომ რომ ბავშვის კარგად ყოფნისთვის ათვლის წერტილი არის დედის კარგად ყოფნა და ახალშობილი ვერ ხვდება, იმდენად დიდი არის არაცნობიერი კავშირი დედას და ახალშობილს შორის. აი ნახეთ, ჩვენ შვილებს, ახალშობილებს ვათხოვებთ პერიოდულად, ვთხოვნით ჩვენ გაცნობიერებულ ვერბალიზაციის უნარს. პატარა ბავშვი რო ტირის, ზუსტად იცის, ხო, ტირის, ჩვეულებრივად ტირის, მაგრამ დედამ ზუსტად იცის რა უნდა გეთო, ქშია, ანშია, მუცელი ტკივა, გეძინება, ანუ ეს ძალიან დიდი კავშირია, ამიტომ იმისთვის რომ ეს პატატა კარგად იყოს, დედა უნდა იყოს კარგად და ამას ეხლა მე რაც ჩამოვაყალიბე, ყველა დედა თავის მხრივ ამას გრძნობს. და ამიტომ პოსტპარტუმ დეპრესიის დროს დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო მეტად მომატებულია და ვფიქრობ, რომ უფრო დაბალ ნიშნებზეც კი, რომელიც სხვა დროს ვიტყვით, რომ
არაუშავ დავიცადოთ, გავიცადოთ. ამ დროს ჩარევა საკმაოდ სასწრაფოდ უნდა მოხდეს. აუ ეხლა საოცარი რამ აღმოვაჩინე. მე ვამტკიცებდი რომ მე არანაირი დეპრესია არ მქონია მშობიარობის შემდეგ და ეხლა აღმოვაჩინე, ყველას ვეკითხებოდი, გაჩენის პირველი წუთიდან ერთი 6 თვემდე, სანამ ლილუ 6 თვის გახდა. თავიდანვე გიყვარდა თქვენი შვილი ისე როგორც ეხლა გიყვართ, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ხვდებოდი ის ახალი არაჩვეულებრივი ადამიანი, აი რაღაცა მინდოდა რომ გიჟივით მყარებოდა, აი რა არ ვიცი რას ვთხოვდი ჩემს თავს, მართლა არ ვიცი. უვლიდი ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა ჩემი საკუთარი გრძნობა. და ამას დავეძებდი სხვაგან, ეს დეპრესიის ნიშანი ყოფილა? ანუ სიცარიელი, ნახეთ, დეპრესია ესე ყველაფრის ვერ მივაწეროთ, მაგრამ აი რითიც დავიწყეთ, რომ ყველაფრის დეპრესიას ვაწერთ. შემდგომი პერიოდი, როდესაც ნახეთ, სადღაც ვივსები, რაღაც ახალი სიცოცხლე იბადება ჩემში და უცებ სიცარიელია. ან ვერ ხვდები ეს ჩემს გარეთ როგორ უნდა მიყვარდეს, თუმცა ესეც იმსახურებს. ანუ ნახეთ, ვიღაცებს ვეკითხებოდიო რომ ეს ნორმაა? მიყურებდი გიჟივით რომ ეს არ არის ნორმა, შემთხვევით როგორ შეიძლება ადამიანს კითხო, თქვენი შვილი ზუსტად ისე გიყვართ, როგორც გიში გიყვარდა, ძალიან გიყვართ, იმიტომ რომ ჩემში ვერ პოულობდი ამ რაღაცას. ანუ მაგრამ ის, რასაც თქვენ აღწერთ, აი რეალურად ეს დეპრესია, რომ ეს რო ცოტა დიდხანს გაგრძელებულიყო, მე ვიცი რომ შეიძლება ვეღარ გამეძლო, იმიტომ რომ ნახეთ, ფიზიკური ტკივილი არის ძალიან ძნელი გასაზრდელი, რა ვიცი, ფიზიკურად რო გტკივა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცით რა დაგტკივა, ვხედავთ და აი აქ არის და ეს ძალიან გტკივა და არ ვიცით რა გტკივა. მე სულის ტკივილს ვეძახი. ზუსტად. და არც ის ვიცით როგორ გავაგებინოთ სხვას რომ ტკივა, სად დავადო ხელი და სულ მაქვს იმის შეგრძნება რომ ვერავინ ვერ გამიგებს. სულ იმის შიში მაქვს რომ ეტყვიან რომ კაი რა, შენ რა გჭირს სამაგისო, აგერ შვილები ყოლა ამას აქში უნდა იყო ბედნიერი, უნდა დაფრინავდე და უფრო მეტად იკეტები ამ შემთხვევაში და მეც მინდა რომ ვუთხრა გოგონებს, რომ არ გაიწვალოთ თავი. არა და ერთი კითხვა ვიცრად რო არ გვაქვს. შფოთი ჩემი საყვარელი თემა არის და ძალიან ხშირად ვეკითხები ყველას. შფოთი გაქვთ ხოლმე და არსებობენ ადამიანები, თურმე რომელსაც შფოთი არ განუცდიათ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი. ხო წარმოუდგენელი. შეიძლება სიფოთავენ და არ იცი რა. აი შფოთი რომელიც ხშირად აი აქ იწყება ამ ზონაში, ალბათ ყველას ესე აქვს, ხო? და აქ რაღაცა ტრიალებს, მორევი, არ ვიცი, დრელი, ბურღი, რა ვიცი, დანებს გირჭობენ. აი რაღაცა პროცესი მიდის აქ, რასაც ვერ აღწერ და სწავლობ ამ შფოთთან ერთად ცხოვრებას. ეს შფოთი რა არის? რა იწვევს ამ შფოთს? ჩვენ ყველას განუცდია შფოთი. უბრალოდ თუ ესე აღწერთ, ვიღაცა გეტყვის რომ არა, მე ეგ შეგრძნება მე არ ვიცი, იმიტომ რომ ამ ფორმით არ გაუწევს, სხვადასხვა ფორმით. მე მგონია რომ ყველას ასე აკუტრიალებს ეს შფოთი. არა. სხვადასხვა ფორმით. ყველა შფოთავს, ანუ უცებ რო გითხრათ. ხო. შფოთვა ფსიქოთერაპიულად ბევრი ახსნა აქვს შფოთვას, არის კონფლიქტი საკუთარ თავთან, ანუ მე რასაც ვფიქრობ, არ ემთხვევა, რასაც გრძნობ, მომავლის ირაციონალური შიში, მაგრამ რეალურად სამედიცინო თვალსაზრისით შფოთვა არ არის პრობლემა, შფოთვა არის თავდაცვის რეაქცია ფსიქიკის, იმიტომ რომ ებრძვის დეპრესიას და როცა შფოთვის თავი აღარ აქვს, მაშინ ამოდის. ამიტომაც არის ეს გავრცელებული, რომ დავლი ანტიდეპრესანტები და კიდევ უფრო მეტად გადამრია. იმიტომ რომ ყველა ანტიდეპრესანტში ჩადებულია თავდაცვის მომატება შფოთვის, უბრალოდ სწორ კლინიკურ შემთხვევაში სწორი ქვეჯგუფის ნაკლები რისკია, რომ შფოთვა მოუმატოს, მაგრამ ეს ნორმალურია, რომ ანტიდეპრესანტის ფონზე ვიღაცას შფოთვა ემატება, იმიტომ რომ შფოთვა არის თავდაცვა ფსიქიკის. აუ ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი დღეს ამოვხსენი ძალიან ბევრი რამე ჩემს ცხოვრებაში. ხო, იმიტომ რომ შფოთი ჩემი რაღაცა მეგობარია ისეთი და თურმე სულ თავდაცვითი ფუნქცია მაქვს და თავს ვიცავ ასე. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. რომ გაგვექცა, ფაქტია სამი შტადი არსებობს დეპრესიის, ერთი როდესაც ფუნქციონირებ, თუმცა ყველაფერი გეზარება, მეორე როცა უარს ამბობ ელემენტარულ უნარებზე, რომ საბაზისო მდგომარეობა დაიკმაყოფილო და მესამე სტაციონარული, სადაც უკვე პროფესიონალები მკურნალობენ. ეკიმთან დარეკვა, ვიზიტი, მისვლა, ვიზიტის ჩანიშვნა არ არის სირცხული. თუ რამეა, აგერ არის ნინო. დროებით. ბედნიერად.
ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანი ზვიად ჩიხლაძე თავის არაჩვეულებრივი ქერა და ჰაუსით არის მოსული, თუმცა ყავთ სტუმარი გრუმერი სალი კობახიძე, რომელიც დღეს ნათელს მოხფენს, როგორ უნდა დავაგრუმინგოთ ძაღლები? თუ თემა არის ეს არაჩვეულებრივი, ვინ არის ესა? ციცინო. ციცინო, იცი რა მაგარია, წება, ზუმზე, წება, უცალზე ვხარეო. მაგარი ძაღლია. რა ოქერა, მოდი აქედან დამი. მეც ნახე. ფერებში უხდებით მაგრა ერთმანეთს. არც დამიზახია, თვითონ გადაწყვეტა რომ თვალებიც გიჟდება უყვარს. ეს გადაცემაც მინდა რომ ესენი ყველა ესე მყავდეს და ესე არა, დედასკეფები ამას საერთოდ არ ველოდებოდი ერთმა. რეაბილიტაცია რო არის, ხო იცი რომ წევხარ და ბევრი ლოყები გადადიან გადმოდიან ამბავი. აუ, ეს თერაპია. მოდი ძალიან მაგარი თემა გვაქვს დღეს და ძალიან აუცილებელი და მით უმეტეს ასეთი გრძელბეწვიანი ძაღლებისთვის, როგორც ახლა ყავს წარმოდგენილი. იმიტომ რომ გრუმინგის გარეშე მათი ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, ძალიან საჭიროა არა მხოლოდ სილამაზისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის და უფრო კომპეტენტურად კი, თქო უნდა სალი გვიპასუხებს რამდენ ხანში ერთხელ, რით განსხვავდება თქვათ საგამოფენო და ყოველდღიური გრუმინგი და ძალიან ბევრი ისეთი თემა გვაქვს შერჩეული. რაც ყველა ძაღლის მეპატრონემ უნდა ვიცოდეთ და იცოდეს აუცილებლად. ანუ სადღესასწაულო გრუმინგებიც არსებობს ძაღლებში ალბათ. საგამოფენო გრუმინგები. საგამოფენო. არსებობს შინა უბრალო ფეთ კლასის გრუმინგები და საგამოფენო გრუმინგები და აქ ვის სიყვარულით მეგობრებო, იგი მან თქვენთან გადაცანდი. ძირითადი სხვაობა მათ შორის მომზადების სტილზე არის დამოკიდებული. საგამოფენო გრუმინგები უფრო აქცენტირებულია ჯიშის იმ რაღაცა მოთხოვნებზე იყოს მორგებული, რაც აუცილებელია სტანდარტებში რომ ჩაჯდეს, ხოლო pet grooming-ები ძირითადად ყოველდღიური მოვლას უმარტივებს, როგორც პატრონს, ასევე ძაღლის ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ხა ამას შეჭრა მე ვფიქრობ რომ არის ძალიან ესეთი ორი სულიერი ეს შეხედე ამას დააკვირდი. ჩერდება? ზოგი ჩერდება, ზოგი არ თავია მიჩვეული იყოს ძაღლი გრომინგს. ეს მიჩვეული ხა კონკრეტული ხშირად დადის. ციცინო მიჩვეულია. და იცის უკვე ეს პროცედურა, იცის რომ უნდა გაჩერდეს, იდგეს, დაბანენ, გააშორებენ, დავარცხნიან და galamazdeba. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ლეკვობიდანვე დაიწყოს პატრონმა ძაღლის ტარება გრუმინგზე. რომ ლეკმა უკვე იცოდეს რა პროცედურებს გადის და არ დაშინდეს თქვა მომავალში უკვე დასრულ ასაკში. და ეს ოლი დულაკი რა შევა ხა? ეგენ თუ ვინდა გავუშთოკებიდან და მე ნანუკას ვიცავ ახლა ეს არა ჩემთან მოდიან და არა უშავს გაუშვი აი მოდი წადით მოდი ჩემი ამას მივირება აქ თუ რა ამას არ უნდა წასვლა არსად გუგუცი ამი მოიწონე ძალიან გამთელობასთან რა კავშირი აქვს გრუმინგს ვერ მივხვდი კარგად რომ აბა არ დაიბანო 1-2 თვე და ვნახავთ რა ჯანმრთელი იქნება გრუმინგი რაცო იგივეა ძაღლის ბეწვი არის ხშირია ძალიან იგივეა გრუმ ხშირ შემთხვევაში თუ სწორი გამოვარცხნა არ მოხდა ამ ბეწვის იწოს სხვადასხვა ტიპის კანის პრობლემებს მაგრამ შეიძლება იყოს ეს ჩახურებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დერმატიტები ალერგიები და ასე შემდეგ რომ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რეგულარულად ივარცხნებოდეს ძაღლი ანუ სანამ გრუმინგში მივიყვანთ სახლის ავარცხლები ხო არის და წესით თუ პატრონი არ დაიზარებს და დღეში ორჯერ ან ყოველ დღე გამოვარცხნის თავის ძაღლს ან კატას ეს ალბათ ძალიან წინ წააგდებს თქვათ რას კი რა თქმა უნდა აუცილებელია გრუმინგის პროცესი შემდეგ რომ გრუმერმა არ იწოლოს მოკლედ იმიტომ ბეწვი არ ჩაეხვეს მე ამოსაჭრელი არ გახდეს და მარტო ის არ არის რომ თქვათ გრუმინგზე და გრუმერზე ვარ დამოკიდებული ხო ჩვენ ეს აუცილებელი რუტინაა ხო რა თქმა უნდა, შემდეგ ბეწვი უკეთეს ფორმაშია, გრუმერიც არ წოლობს თავისთავად და ვიღებთ უკეთეს შედეგს. და ეს ვიცი ძალიან ისეთ რამეს ვიტყვი, სასაცილოს, მაგრამ ჩემ მეგობარს ყავს ძაღლი, ძელბეწვიანი, რომელსაც გამოვარცხნა ჭირდება სახლის პირობებში და ეზარება და მიაგნო ძალიან მარტივ და კარგ ხერხს. ტვერს ასრულებს თავს და დედას ფიცავარ, ეს არის უნიკალური საშუალება, ხო? არაშინია მიჩვეულია. მანამდე ხომ რა ემართება? არა, მანამდე მიჩვეული იყო, ანუ უკვე მისიანი იყო. ასე რომ დაადებს თავიდან დაწყებული კოდი დამთავრებული. აი, ბევრი შესაძლებელია ეს. და შეიძლება ესე ვაკეთოთ, თუ კი ძაღლი გაგვიჩერდება?
არ არის რეკომენდირებული. არა, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა. ვერ რა თქმა უნდა, გადავარცხნეს ეს პროცედურა, ვერ ჩაანაცვლეს, იმიტომ რომ სავარცხლებით ვიღებთ შიდა ფენებს, ხდება გამოხშირვა ბეწვის, რაც ჯანსაღი ბეწვია, ის რჩება ადგილზე და მტვერსასრუტლო შეიძლება ცოტა უკეთადაც დააგლიჯოს, ან ზედაპირულად უბრალოდ ვერ წამოიღოს ქვედა ფენები. მეც ვიყენებ ხოლმე მტვერსასრუტლს, ოღონდ რა შემთხვევაში, ნახეთ ბოქსერი რომ ყავს დორი, მაინც ის ქვიშაში კოტრიალი. და მე ის ქვიშა რომ მოვაცილო ხოლმე, მაგიტო რა, და გიჩერდება? კი, მიჩვეულია როგორ არა. კი, თორე იმის რა თქმა უნდა, ეხლა ვერ შევწვით, ვერ ჩავანაცვლოთ თავის. როგორც ადამიანები ისე ძაღლებიც იჩვევიან როგორც კავშირგოდის პირდაპირ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ერთი და იგივე გრომერთან დაყავთ ძაღლი, იმიტომ რომ ნაცნობი ადამიანი არის და თუ თქვა პირველ პროცედურებზე შეიძლება ცუდად მოიქცეს, ხშირია შემთხვევები, რომ ხშირად გრომერს რო ვეჩვევ, მე უკვე უფრო დამყოლი ხდება, უფრო მშვიდად არის გრომერთან და სხვა გრომერთან რომ მიიყვანენ, მე ისევე ნერვიულობის ფაქტორი ეწყება და თავიდან შეჩვევის პროცესს გადიან. და ეგრევე 40 წელი ერთ სალონში გადავიდა აღარ მაგრამ მაინც დავდივარ სტუდენტად ავი რომელიც წინდა სტუდენტობიდან დავდივარ მეც მიყვარს სტაბილურობა გამძლეობა შეიძლება და კიდე ერთი აი ინსტაგრამზე მინახავს მარტო ან ტიკტოკზე რომელიც არ მაქვს როგორ ტირიან და რასაც სოდავები არიან ძაღლები ფრჩხილების მოჭრისას თუ ხდება იგივე ცხოვრებაში რეალურად ძაღლი რომელიც ძალიან ისეს არიან ესეთები არიან როგორც წესი არ უყვართ ხოლმე ძაღლებს თათებთან შეხება და ეგ არის ხოლმე ძირითადი პირობა რის გამოც შეიძლება ძაღლი ცუდად იქცეოდეს ბწყალების დაჭრის დროს შეიძლება არც აჩერებდეს ფრჩხილს ან რაიმე ტრამატული გამოცდილება ქონდეს რომ კაპილარი გაზდით იქ და თუ სწორად არ მოიჭრა ფრჩხილი შეიძლება სისხლი წამოვიდეს და რაღაცა ჩარჩენილი ქონდეთ ეს ძველი ტრავმა თუ მოხდა ფრჩხილის მოჭრა ხო არ უყვართ არც კატებს არც ძაღლებს დიდად ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ფრჩხილების მოჭრისას, მით უმეტეს ძაღლების შემთხვევაში კატაზე უფრო ჩანს ეს ძაღლზე ნაკლებად. თან თუ მუქი ფრჩხილია და ამიტომ ყოველთვის უფრო რეკომენდაციას უწევენ, რომ სპეციალისტთან მიიყვანო ფრჩხილების დასაჭერელდეს იქნება ან ვეტერინარი ან შემთხვევაში. კიდე არსებობს ზუსტად მოდი შენც კითხავ ესეთი მოსაზრება რომ ამ ბუნება ისეა თვითონ კანონზომიერება ისეთია რომ ძაღლი რომ არ აბანავო, პირობითად რო არ მოუარო რაღაც ეტაპზე თვით თავის თავს ის უვლის რაღაცნაირად არ ვიცი ისუფთავებს ბეწვს ცდილობს რომ ღრმად ამოისუფთავოს ჭხილები გამოიწმინდოს აქვს თუ არა ყველა ძაღლს საშუალება რომ თვით აღდგენით თუ თვით მოვლით თავის თავი აკონტროლოს რა სხვისი ჩართვის გარეშე მქონია პრაქტიკაში კი აი მაგალითად ჩემი კარგად ნაცნობი ფაციკო ცოტა ის ადგილზე რო გაივლის სადაც თქვა ისვრება სველდება ან რაღაცა იქნება კი ისუფთავებს თავისთვის მაგრამ ეს რა თქმა უნდა ვერ ცვლის იმას რა პროცედურებით ჩვენ შეგვიძლია ჩაუტაროთ და მე ის როგორ არის შეიძლება ძალიან გატალახიანდეს ძაღლი მაგრამ მე რო გაშრება იცის ხოლმე მე თვითონ ცვივა და თქვა ისე ტალახიანი აღარ არის მეორე მესამე მაგრამ ძალიან აუცილებელი არის ეხა აუცი და ქერაც მოკლედ დასაგრომინგებლები არიან და მე ეს გადაცემაში აუცილებლად მოვიყვან კი დაგრომინგებულებს და მე უკვე გავაკეთოთ შედარება თუ რამხელა განსხვავება. ეს შეგვიძლია რომ აქ მოვიყვანოთ მაგარი გაბონჯგური ძაღლი და აი აქ ვიზუალურად გადავყარსოთ ეგრევე. აი რაღაცა ხო რა. იროკეზი დაუტოვოთ ეს აქედან და შევღებოთ. მე ნახე ისა კოკერი იყო მეგონი ეს იროკეზი ქონდა. აი ესეთი მაგარი. ეს შესაძლებელია. ეს შენს გამოხდა და ქერაც სამსარო ეს სამა. ციცინო აინტერესებს. ციცინო აინტერესებს. ციცინო წეგან დაინახე ეს რომ მივიდა ხო ეს უკვე გამოიყენა ზუსტად. კი. აი ჩემი დილეთას თქვი ციცინო განმოვლილი და დაგრომერებული. ძალიან პატარა არის ციცინო, მაგრამ ციცინო იზრდება კანეკორსოსთან ერთად, ერთხელ გაი აქ ყავდა 80 კილოა დაახლოებით, 2 სტაფი, სენ-ბერნარი, 2 კატა ხვლიკი წყავთ სახლში იგუანა უდიდესი და 2 ჩამინიშნეთ სტუმრობას მე პატრონეც აქვს გარეთ გველოდება და რომ გავალთ მაგას დავორგანიზებ ყველაზე დიდი ეს ყოფილა ეხა სენ-ბერნარი ამასთან ამოსატანია არა და ამას მიყავს მოკლედ აკონტროლებს იქაურობას იორკებთან ერთად ეს პატარა არ მაყურებელი არა ზუსტად ხო არსებობს ბევრი ოჯახის სხვა ჯიშის ძაღლები და კატები მათ შორის და აგერ ხვლიკები წყალსო. რა მაინტერესებს დროსთან ერთად ხასიათის ცვლილება თანაცხოვრებისას ერთმანეთის უნარებს იძენენ სხვადასხვა ჯიშები? კი. ზუსტად ეხა იგივე შემთხვევა მოხდა ეხა ამ კონკრეტულთან ჩემი ძალიან მაგარი და ახლო მეგობრის ძაღლი არის
და თავისი სტაფი გაიზარდა იორკებთან ერთად. და როგორც ეს იორკები ჭყიპინებენ და ერთ ამბავში ამხილა 40 კილოიანი სტაფიც აკეთებდა ზუსტად იგივეს. იმიტომ ხო, ხარიხართა რო და აბა ეგ ამბავი ხდება, რომ ერთმანეთისგან ძალიან ბევრ მავნეჩვევასაც იძენენ და რა თქმა უნდა კარგსაც. აჰა. ანუ შესაძლებელია ჰიბრიდი ცხოველი მივიღოთ იმ შემთხვევაში თუ ბევრი სხვადასხვა ჯიშის. კი. ხო, იმიტომ რომ პატრონიც კი ემსგავსება ძაღლს თუ პირიქით ძაღლი ემსგავსება. ეს ორი ძაღლი ერთად მინდა სახში. ერთი რა კითხვა მაქვს, მართლა სერიოზულად მეძებს, არც არ მიკითხავს ეს. აი, როცა არის ძაღლი ეს აგრესიული დიდი ძაღლები, მაგ შემთხვევაში რა შევით? თუ არ დაყავთ ეგეთები. გააჩნია ის სუფთა დამოკიდებულია თუ გვაძლევს ძაღლის საშუალებას რომ ვიმუშაოთ გრუმინგის პროცესში, იმიტომ რომ გრუმინგის პროცესში პირველ რიგში გრუმერი უნდა შეეხოს ძაღლს და უნდა მიუახლოვდეს და ძაღლმა უნდა მისცეს იმ საშუალება რომ ეს ყველაფერი მოხდეს და თუ ძალიან აგრესიულია ძაღლი შეიძლება ვერ მოხდეს დაგრუმინგება და არ იყოს რეკომენდირებული, ხოლო სხვა შემთხვევაში უბრალოდ ალიკაპით თქვა სხვადასხვა ტიპის ფიქსაციით მიდგომებით უნდა გამონახოს. ან ყოფილა შემთხვევები რომ მოუყვანეს ძაღლი და ვერ არა ეს სიტყვაზე ვთქვი ხა ვერ და გაგიშვია თქვა ყოფილა ეგეთ შემთხვევები? ყოფილა კი ეგეთ შემთხვევები, იმიტომ რომ ხელს თუ ვერ ვადებ უკვე ძაღლს, ანუ გრუმინგის ჩატარების საშუალებას აღარ მოგცემს. ხო, რა უნახნა. კი, თავისთავად ახლა ძალით დამორჩილებას ვერ მოერევი ფიზიკურად, რაც არ უნდა ისეთი ძაღლი იყოს. არაფერი პრობლემა შენთან დაკავშირებით არ აქვს. იქ ვაკის პარკთან არის ერთი ბევრი ძაღლი, ჩვენ ულით ყველანი ვაჭვეთ და ძალიან დიდი ვეწევი ხოლმე. გუშინ გავიარე და ეს ძაღლები არ არის, ანუ ვიღაც სხვა ძაღლები არიან რა. იქ იქ არის სალონი და აქ ვიღაც ბიჭებს გადაუხდიათ და ყველა გაფრინდა. ისეთი ვაიმე დაგრუმინგეს გადაირევი. ვერ წარმოვიდგა, ახლა უბედური ძაღლები იყო და ეხა არის და კაი ძაღლები რა. მაგარია. მე მინახავს რომ ეს ლომივით ფაფარი აქ დატოვებული ტანზე გაპარსულია და ხო კი რაღაცა კოპლებით არის კიდე შეღებილი რა არსებობს უსაფრთხო საღებავები რომელსაც ხოთა შორის მე ჩემ კატარს ასე ვუკეთებდი თავის დროზე ბრიტანული კატა ვყავდა და ერთხელ გავპარსე როგორც ბალონკა ანუ დაუტოვე თავი დაუტოვე ზედატარი და აქ სულ გავპარსე ძალიან ცუდად ვიქცევი ვიცი შეგეხება ბარე რა არის ეხა ვერ გავიგე ხო ზოგადად ნახეთ როგორ არის ბეჭვი ჩახვეული ქონდა იმ ბრიტანულს გადასაპარსი იყო ყველა როცა ჩახვეულია და თქვა აუცილებელია რა თქმა უნდა მაგრამ ბეჭვი არის ძალიან აუცილებელი თუნდაც აი ძალიან დიდ ბეჭვია იმ ძაღლებიც რო არის ხშირად არიან ხოლმე პატრონებს უნდათ რომ გაპარსონ რადგან გონიათ რომ ცხელა და პირიქით ხდება ამ დროს საფხილოა ზუსტად ეგ ეხა ზაფხულში ძალიან შეიძლება აი ზაფხულში მაგალითად ძალიან თხლად არ უნდა ინასკებ რომ ზედა უწავს კას და მე ისე იმ დროს უნდა გაპარსო ესე რომ ზამთრისთვის უკვე ამოუვიდეს რომ ბუნებრივი საფარი მე ცოტა სპეციალისტური რაღაცა გრუმინგი რამდენი წლის არის ზოგადად რამდენი წელია პრაქტიკა არსებობს გრუმინგის მსოფლიოში? ალბათ ძალიან ბევრი წელია რა. მგონია რომ ბევრი, ბოლო ფორმა მიიღო, ახლა ცოტა სხვათან ამიტომ. ჩვენთან შემოვიდა ბოლო წლებია უკვე. ისე რამდენი წელი არსებობს? ბევრი ალბათ. ბევრი ძალიან, ანუ გამოფენები რაც ტარდება ცხოველების, გამოფენები და მოყოლებული რაღაცა ჯიშებს ჭირდებოდეს, რაღაცა ძველი ვიდეოებიც კი არსებობს 1900 რაღაცა 20 წლის და პუდელებში იყო ხოლმე ძალიან პოპულარული სხვა ვარცხნილების გაკეთება, იმიტომ რომ პუდელი საშუალებას გაძლევს ამისი რომ ბევრი რაღაცა ბეწვის თავისი დის მიხედვით იჭრებიან პუდელები და ძალიან ბევრი ვარცხნილების არჩევა შეიძლება კონკრეტულად პუდელზე რომ მე პატრონის გემოვნების ამხელდა და კიდევ ერთი გრუმინგზე როცა ვიყავთ ეს ჩემს გარშემო ასე ხდება ასე უთქვამთ რომ კი კარგად დააგრუმინგეს მაგრამ თქვა თათებში არ ამოაჭრეს ბეწვი არსებობს რაღაცეები რაც აუცილებლად უნდა აკეთო გრუმინგის დროს პატრონმა უნდა გითხრას რომ გაუსუფთავე ჩემს ძაღლს მაგალითად თათებიან აუცილებელია რაღაცა პროცედურები გააჩნია თქვა მე პატრონის რომ პროცედურაზე მოყავს მაგრამ ყველგან კეთდება ჰიგიენური პროცედურა რომელიც მოისაზრებს დაბანას ძაღლის გავშრობას ამოვარცხნას ბეწვის და ჰიგიენური ზონების მოწესრიგებას სადაც თუნდაც თათებს შორის ბეწვის ამოჭრაშენის ასევე ბრჭყალების დაჭრა და ყურების მოწესრიგება ეს არის ესეთი პროცედურები სტანდარტული რომელიც ყველა საბაზისო პროცედურა მატებითია უკვე ვარცხნილობები ხო და შემდეგ უკვე დამატებითია ვარცხნილობები ქელა მიყვარს მე. აი ხა მელიას გავს თქვენი ულამაზესი ციცინო ჩემ თვალში. ციცინო აი. რა სამელია. ჩემთვის დაპატარავებული სამოედია. აი მართლა ძალიან გვარა ნინძაღობს. მე რამდენი ესეცია. მაგრამ მადლობა მოკლედ ხალხო. მე მოვიდა დრო დავამშვიდობოთ ამ სპეციალისტებს და მე ვიტყვი დორ სიტყვას რომ ეს თუ რაღაც 7-8 წუთით აგემშვიდობები და
ნუ ჯერ ხა რაგბის ამბავი კი იცით. გუშინ რაც ქედით და როგორც ქედით ჩვენ ეთერში ადვენეთ სვაყური და მოუგებ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს 13 ქულით გვექნება ბათუმიდან რეპორტაჟი ასევე ჩვენ გუშინ იყო კალათბურთის ფედერაციის არჩევნები ვიქტორ სანიკიძე იქნება ჩვენი სტუმარი და განსაკუთრებით სიამოვნებით მინდა მეორე ნაწილი წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის იმიტომ რომ თბილისის დინამოს 19 ლამდელთა გუნდი ერთ ნაბიჯია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან უფრო ახლოვია სიტუაცია გავიცნოთ ხო და ერთი ბარიერი დარჩა მინსკის დინამო რომელსაც მე ჯერა გუწევდათ რომ ჩვენ მოუგებ და ეს იქნება ძალიან დიდი გარღვევა ქართულ ფეხბურთში და დინამოს აკადემიაზე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება ასე რომ დაგველოდეთ მე ნოზარ სიმსივე და ქერა დავბრუნდებით პირდაპირ ეს უნდა დავიტოვო ეს რა არაცებს ეგრე ციცინოვინდა გავაკეთებული ეთერი დაძმებთან ჩვენ დავასრულებთ გადაცემა შეგახსენებთ რომ ხვალ საღამოს 10 საათზე იწყება ვინ არის მეხუთე სეზონი ასე რომ ვიცი რომ არ გამოგრჩებათ მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა ჩვენ მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის ბედნიერი